მაშასე მეგობრებო, მოგესალმებით. მოგვიახლოვდა შეიძლება თქვას კარზე მოგვადგა UFC 322. Madison Square Garden-ში, ნიუ-იორკის Madison Square Garden-ში იქნება ეს ივენთი. დაიწყება კვირას გამთენიისას 3 საათზე დაიწყება early prelim-ები, რომლებსაც არაჩვენებს სადაც პოზიციებს ვინც უყურებს, ვინც აპირებს უყურებას ამ ივენთს. Prelim-ს არ ვაჩვენებთ 5 საათზე გამთენიისას დაიწყება prelim card-ი, რომელიც უკვე იქნება სეტადა სპორტის ეთერში. 7 საათზე კი, დილის 7 საათზე კი უკვე მთავარი card-ი. მოდი გავიაროთ რა ხდება საინტერესო ამ ივენთზე, გამოვყოთ საინტერესო ბრძოლები, თუმცა თითქმის ყველა ბრძოლა საინტერესო აქ წინასწარ გეტყვით. და ნუ ცოტა რაღაცა გავაანალიზოთ და რა შეიძლება ველოდეთ, ისიც განვიხილოთ თითოეული ბრძოლიდან. ოღონდ სადაც შეგვიძლია ასე თუ ისე რაღაცა პროგნოზების გაკეთება. early prelim-ზე მოდი არ გავჩერდები დიდხანს, ვინაიდან არც იქნება ეთერში შევახსენეთ, თუმცა ერთ ბრძოლას მაინც გამოვყოფდი early prelim-ებში. კაილ დაკასი, ჯერალდ მირშარტი საშუალო წოდის ბრძოლაა. ეს ბრძოლა საინტერესოა იმით, რომ ორი საკმაოდ კარგი ჯისერი ხდება ერთმანეთს. ერთი აქედან კერძოდ ჯერალდ მირშარტი ცდილობს რეკორდსმენი გახდეს ყველა დროის პირველ მაჩვენებლებით გამარჯვებული ბრძოლების რაოდენობებში. ვერ ვიტყვი რომ ცუდად გამოსდისო. თუმცა გავრიცხავ და ვიტყვი რომ ამ ბრძოლაში მოკლედ მეტოქე ძალიან უხერხული ყავს ამ ხრივ. ძალიან გამიკვირდება რომ ჯერალდ მირშარტმა მოახერხოს კაილ დაკასის სამიშენზე დაჭერა. აი პირიქით რომ მოხდეს არ გამიკვირდება. კაილ დაკასმა რომ დაიჭიროს არ გამიკვირდება. მით უმეტეს ჯერალდ მირშარტს კი აქვს გამარჯვებები ბევრი ძალიან სამიშენებით, მაგრამ დააკვირდებით ისეთ ბრძოლებთან, ვისაც მეტნაკლებად ნორმალური ჯიუ-ჯიტსუ აქვს, ისეთ ბრძოლებს ვერ უგებს და პირიქით თვითონ საბმიტდება ხოლმე ძალიან ხშირად. რამდენად მრავალფეროვანია მისი შემტევი არსენალი ამ საბმიშენებში, იმდენად დაცვა თავად არ უარგა. საბმიშენ დიფენსი თავად არ უარგა და კიდევ ერთხელ მეორე მეტოქეებსაც ისეთებს ასაბმიტებს, ვინც არც ისე ძლიერია ჯიუ-ჯიტსუში. კაილ დაკასი ასეთი არ არის, ძალიან კარგი ჯიუ-ჯიტსუ აქვს. თავად დაკასის სხვადასხვა არავის არ დაუსაბმიტებია და ისიც ვთქვათ, რომ კაილ დაკასმა ძალიან მოუმატა ბოლო პერიოდში დგომშიც. თავისი ძალიან კარგი კრივი ისედაც ჰქონდა ტექნიკის კუთხით, თუმცა ახლა დაყვი ძალასაც მოუმატა და ბოლო ბრძოლებში ძალიან ხშირად იმარჯვებს ბრუტალური ნოკაუტებით. მოკლედ ამ ბრძოლაში მე პირადად დიდ ფავორიტად ხედავ კაილ დაკასს და ძალიან გამიკვირდება რომ მირშარტმა მოიგოს. დავანებოთ თავი ამით early prelim-ზე საუბარს და გადავიდეთ prelim card-ზე, რომელიც შევახსენეთ კიდევ ერთხელ დაიწყება დილის 5 საათზე კვირას გამთენიისას. პირველი ბრძოლა არის მალკომ ველმეიკერი, ეთინ ევინგი. ამ ბრძოლაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან სხვა მეტოქე უნდა ყოფილიყო. ველმეიკერს კოდი ჰადონი, რომელიც დღეს გავიგე სხვა შეიძლება რომ მოემზადე ზუსტად ამ საყურებლად კი არა ჩასაწერად, ვიდეოს ჩასაწერად. გავხსენე შეხსენებისთვის კარდი, აღმოჩინე რომ კოდი ჰადონი აღარ ხდება. მაგრამ ველმეიკერს ეს უცნაურია, ეს კოდი ჰადონი ამას მეორე თაკეთებს. შევახსენეთ კოდი ჰადონს უნდა შეხედოთ თავის UFC-ს სადებიუტო ბრძოლაში ალექსანდრე თოფურია და იქაც ბოლო იმ კვირაში, ანუ ბრძოლის კვირაში ჩაიხსნა და კიდე კაი სასწრაფოდ მოუწიათ მოკლედ ალექსანდრეთვის მეტოქის ზემდა და კიდე კაი იპოვეს. ტიკნესი თუ გახსოვთ ვინც დაამარცხა თავის სადებიუტო ბრძოლაში ალექსანდრემ, თორემ შეიძლება არ შედგარიყო იმ დღეს ალექსანდრეს დებიუტი. ასე რომ ამ ბრძოლას ვერ ვერგებთ, მით უმეტეს ეს ხსენებული ევინგი არის დებიუტანტი, ანუ UFC-ში მას არ უბრძოლია და არ დაგივალავთ საერთოდ არ მინახავს ის არათუ ბრძოლები, რაღაც ჰაილაიტერიც კი. ნუ მაგრამ ალბათ სავარაუდოდ ბევრი თვლის რომ ველმეიკერმა უნდა მოიგოს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს უბრალოდ ბევრი თვლის ამას ვამბობ, თორემ მე ვერ ვერგებთ ამ ბრძოლაზე აბსოლუტურად. თავად შეიძლება რაღაც მოსაზრებები გითხრათ მომდენო ბრძოლაზე, რომელიც ჩატარდება ქალთა უმცუბუქეს ზონაში. კერძოდ თან ტოპ-10-ის მებრძოლები ხდებიან ერთმანეთს, ერინ ბლენჩფილდი, 4 ნომერი ხდება მერვენ ოვერს ტრეისი კორტეს. ეს ბრძოლა საინტერესოა იმით, რომ შეხვედრიან ეს ბრძოლები ერთმანეთს, ძალიან დიდი ხნის წინ, დაახლოებით 6 წლის წინ თუ 5 წლის წინ, ზუსტად არ მახსოვს.
და იქ გაიმარჯვა ტრეისი კორტესმა, ოღონდ გაყოფილი გადაწყვეტილებით. ამ ბრძოლაში სიმართლე რო გითხრათ, ამჯერად გონია და ვფიქრობ, რომ საპირისპირო მოხდება და ჩემი აზრით ფავორიტი არის ერინ ბლენჩფილდი. ვფიქრობ, მისი ჭიდაობა ზედმეტად, ასე ვთქვათ, ძლავრი შეიძლება აღმოჩნდეს ტრეისი კორტესისით. კორტესი არ არის ცუდი მებრძოლი, ხაზგასმით ვამბობ ამას, იმიტომ არ არის ფავორიტი არის ბლენჩფილდი, რომ ტრეისია ცუდი, უბრალოდ ბლენჩფილდი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე ამ დივიზიონში. და მისი დამარცხთან ისეთი მოჭიდავე, მოგახსოვს ჭიდაობას. ის ვარიანტი ძალიან რთულია, რომ ასე დატოვო დისტანციაზე და ვერ იჭიდაოს. ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ერინ ბლენჩფილდს თუ გინდა რომ მოუგო, ან უნდა გათიშო, ისეთი სტრაიკერი იყო, ისეთი გამთიშავი დარტყით, რომ გათიშო, ან ჭიდაობაში უნდა აჯობო. გათიშვა ტრეისი კორტესის ის ასე არ ყოფილა საერთოდ ეს ფინიშებით არ იგებს კორტესი, უმეტესად იგებს გადაწყვეტილებებით. შესაბამისად გათიშვა, ალბათ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა და მაშინ აჯობოს ჭიდაობაში და ჭიდაობაში ძალიან გამიკვირდება ტრეისი კორტესმა რომ აჯობოს ერინ ბლენჩფილდს, ამიტომ მე ამ ბრძოლაში ფავორიტად ერინს ავირჩევდი, რომელიც საკმაოდ თან ასაკიც ისეთი აქვს. იქში შედის შეიძლება ასაკის მხრივ თუ იმსჯელებთ და არ ვიცი, ნახოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება შევწდე, მეც და ნებისმიერ შეტაკანის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ ფავორიტი უნდა იყოს ბლენჩფილდი. მომდევნო ბრძოლა ძალიან საინტერესო ბრძოლა საშუალო ზონაში, რომან კოპილოვი, გრეგორი როდრიგესი. აქ გრეგორი როდრიგესმა თუ იბრძოლა სწორად, ვფიქრობ, რომ სერიოზული პრობლემები დახვდება წინ რომან კოპილოვს. რომან კოპილოვის პრობლემა ის არის, რომ ძალიან ტექნიკური სტრაიკერია, სხვადასხვა კიკბოქსერია, ძალიან ტექნიკური, თუმცა როგორც წესი მას ჭირდება გახურება, ანუ საწყისი პერიოდი ჭირდება. კარგად ჩხუბობს, თუნდაც არ ჩხუბობს, თუმცა მის დარტყმებში გამანადგურებელი და ასე ვთქვათ, დამაზიანებელი ძალა რომ შეიძინოს მის დარტყმება, მას ჭირდება გახურება. და ამ გახურების დროს თავად შეიძლება ძალიან დაზიანდეს, ან უბრალოდ ამ გახურების პერიოდში შეიძლება არ აჩხუბოს ის მეტოქე, მით უმეტეს კოპილოვს ცოტა არ იყოს და არ უყვარს წნეხი, აი ესეთი უხეში მოჩხუბრებთან უჭირს ხოლმე კოპილოვს. აი მას ორი წაგება აქვს, მაგრამ ერთი აქვს წაგება იმასთან, რა ქვია, ერნანდესთან, ენტონი ერნანდესთან და მეორე წაგება აქვს, ახლავე გეტყვით აუ კოსტასთან. ორივე მიჩხუბა, ეს არეული ჩხუბია, აი ყველაფერს ვეყრებენ წნეხში რო აქცევენ, რო უტევენ. თავად უგებს აი ეს სეზარ ალმეიდა დაამარცხა გადაწყვეტილებით. ასევე დაამარცხა ისა კურტის რა ქვია კრის კურტისი. ანუ მეტოქე რომელიც მასავით ესეთი რა კიკბოქსიორია და კიკბოქსის მაჩს გაუმართავს, ასეთებთან სიამოვნებს ჩხუბა. თუ მეტოქე ასე ვთქვათ, ბევრ რამეს ახვევს თავზე, განსაკუთრებით წნეხს და ჭიდაობას. ამ დროს ცოტა იჩაგრება და თან როდრიგესი ისეთი მებრძოლია, რომ მას ჭიდაობა ძალიან კარგი აქვს, ძლავრია, ძლიერია, უხეშია, უყვარს წნეხი, არ უყვარს მეტოქისთვის ბევრი დროის მისცემა. მოკლედ, წესი და რიგით გრეგორი როდრიგესმა უნდა შეუქმნას პრობლემები რომან კოპილოვს. უბრალოდ აქ ერთი პრობლემაა. თავად გრეგორი როდრიგესი ძალიან ხშირად არასწორ ტაქტიკას იჩევს ხოლმე. და თან არაერთხელ არ გავუკეთებია, რამდენჯერმე აქვს გაკეთებული და ბევრს ეპარება ალბათ საფუძვლიანადაც ეჭვი მის ვაით IQ-ში და ნუ ამან შეიძლება უმტყუნოს რა თუ მოინდომა კიკბოქსინგში შეეჯიბროს რომან კოპილოვს სასახად წააგებს. როდრიგესი კი მას შეუძლია ერთი და გათიშოს, მაგრამ ის იმ დისტანციაზე თუ აყვა კოპილოვს თამაში, რაც ჭირდება კოპილოვს, იქ უბრალოდ ვერ მოარტყავს ფიზიკურად ისეც რომ გათიშოს. შესაბამისად ეს არის პრობლემა, რამდენად სწორ ტაქტიკას აიჩევს გრეგორი როდრიგესი, მაგრამ ნუ თუ აირჩია ამ ხრივ თუ რაღაცა არ მიქარა და რაღაც არასწორი გეგმები თუ არ მისცა კუთხემ, მე ვფიქრობ, რომ გრეგორი როდრიგესი უნდა გამოვიდეს გამარჯვებული ამ ბრძოლაში. მომდევნო ბრძოლა, ბოლო ბრძოლა პრელიმ კარტზე, ასევე საშუალო ზონაში, საშუალო ზონაში ბევრი ბრძოლა გვაქვს, როგორც ხედავთ. ეს არის ბონიკალი რუდოლფო ვიეირა, ძალიან საინტერესო ბრძოლა, ელიტარული მოჭიდავე ხდება ელიტარულ ჯიცერს
და აქ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა რა მოხდება მიწაზე, მაგრამ მინდა გითხრათ რომ არ არის გამორიცხული რომ ბრძოლა მიწაზე საერთოდ არ ნახოთ ორივე მებრძოლმა თავისუფლად შეიძლება დგომში აიჭროს. მით უმეტეს რომ MMA-ში რაც არიან ორივე ამ ცდილობს ამ ხრივ დაიხვეწოს განსაკუთრებით ვიერაზე ვიტყოდე ბოლო ბრძოლა მაგათაც თითქმის პელზი გატარა და ხოჭი ძალიან კარგი იყო ხელებით მუშაობაში განსაკუთრებით შეტევას გულისხმობ კარგი კომბინაციები ორიანები ახასიათებს და დაცვის კუთხით ჯერ მოიგოჭლებს თავადაც უშვებს დარტყმებს მაგრამ ნუ ასე თუ ისეა იხვეწება. აქ სხვადასხვის ბევრი თვლის ფავორიტად ბონიკალს, თუმცა მე რატომღაც ასე მარტივად არ გონია საქმე და აი ვფიქრობ რომ ნუ მოკლედ მე რო ვიყო სეკუნდანტი რუდოლფ ვიერას სეკუნდანტი რო ვიყო უჩევდი რომ თავიდანვე ძალიან ბევრი იმუშაოს ტანში მეტოქის ტანში ხელებით ბონიკალის ტანში მით უმეტეს პირველ რაუნდში არ გონია რომ დიდად ჭიდაობა იყოს ორივე დაიწყეს მოსინჯავს ერთმანეთს სტრაიკინგში და სადღაც მეორე რაუნდში შესაძლოა უკვე ასე ვთქვათ კონდიციები გაუფუჭდეს ბონიკალს და აი შეიძლება უკვე არევაც ჭიდაობის მოხვევაც თავზე საერთოდ სხვათვის მიწაზე თუ გადავიდა ბრძოლა ბევრი ფავორიტად მაგიტო თვლის ბონიკალს მიწაზე დაჭერავს მე ეჭვება რომ დაჭერავს მე ვფიქრობ რომ მიწაზე ბრძოლა შეიძლება პირველ რიგში ბონიკალს არ აწყობდეს თუმცა ნახოთ რა მოხდება მე კიდევ ერთხელ ვამბობ თუ აი ამ იმას აითვალისწინეთ ვიერა და ტანში იმუშავებს ბერს დატყვებით ვიან რაუნდებში ნუ მე უგენას გულისხმობ მეორე რაუნდიდან სამრაუნდიანი ბრძოლა ვფიქრობ უკვე პრობლემა შეიძლება შეექმნას ბონიკალს შექმნია მას პრობლემები საერთოდ ტანში დატყვებით დაზიანებია ტანი არაერთხელ და თან რუდოლფ ვიერას ახაც იცის ბოლო ბრძოლებს ვნახავ ძალიან კარგად მუშაობს ჯეფით ტანში პირდაპირ დაყვებს ხშირად მიმართავს ამას და ვფიქრობ ბონიკალთან იმუშავებს ხო სულ ეს თუნდაც ფაქტი არ არის რომ რუდოლფ ვიერა ამას გააკეთებს ნახოთ მე არ ვამბობ რომ დიდი ფავორიტია რუდოლფ ვიერა უბრალოდ მე არ გამიკვირდება ვიერა რომ მოუგოს და სიმართლე გითხრათ მე ციდე ფავორიტად მიმაჩნია მაინც ვიერა რატომაც ბონიკალიცა არ ამთავს. დამთავრდა ამით უბრალოდ ამით დასრულდება პრელიმ ქარდი და გადავედით თავარზე რა თქმა უნდა. თავარზე პირდაპირ და გადაიხნიშნოთ და თავარ ქარდზე და იმ ბრძოლებზე რომელიც ნამდვილად მთავარია. პრელიმ ქარდი გაიხსნება ფიერიული ბრძოლით ბენელ დარიუში ბენოა სენდენი ნუ წარმოუდგენელი სანახაობა იქნება. ალბათ მებრძოლები რომლებსაც თან გავანან ერთმანეთს აი ერთი გვანან ორივეს უყვარს აი ნამდვილი ჩხუბი ომი უყვარს ორივეს მოედანზე და ეს იქნება ბრძოლა სადაც აუცილებლად ნახავთ ვფიქრობ ჭიდაობასაც გრეპლინგსაც ჩხუბსაც დარტყმებსაც და მოკლედ ყველაფერს რაც გვიყვარს სპორტის ამ სახეობაში, რაც მაყურებელს უყვარს სპორტის ამ სახეობაში, ვფიქრობ, სისხლიც ძალიან ბევრი იქნება და ძალიან დიდი შანსია სხვადასხვა ვადამდელი გამარჯვების რომელიმე მხრიდან. რაც შეეხება ფავორიტს, წინასწარ გეტყვით, რომ ამ ბრძოლაში წესით არ უნდა ვაკეთებდე პროგნოზს, იმიტომ რომ ძალიან მიკერძოებული ვარ, სუბიექტური ვარ და ზოგადად ეს ამ დროს არ გისხმობ პროგნოზების გაკეთება, იმიტომ რომ რაც უნდა სადო რომ ობიექტურად გაანალიზო, გინდა არ გინდა ქვეცნობიერი მაინც მუშაობს და რაღაცა გახვევს თავის შენ რაც გინდა იმ არგუმენტებს თავზე და ამიტომ შეიძლება ძალიან გინდოდეს, მაგრამ ცოტა მიკერძოებული გამოხვიდე პროგნოზებში. წინასწარ გეტყვით, ორივე მებრძოლი ძალიან მომწონს ზოგადად, როგორც წესი, მათ გულშემატკივრობ ხოლმე, თუმცა ერთ-ერთ მათგანზე კერძოდ ბენოა სენდენის რაც გამოჩნდა UFC-ში, აი ვგიჟდები ამ მებრძოლზე და სავარაუდოდ ერთადერთი მოკლედ ბენოა სენდენის არ გულშემატკივრებ, ხოლმე იმ შემთხვევაში თუ მეტოქი ეყოლება ქართველი. ნუ ამაში რა დაწევენ, ვინ შეიძლება შეხვდეს რომ არ გულშემატკივრებ. ალბათ ჟორჟ სენ-პიერი იმ ზაღვარელი და ფავორიტი მებრძოლი დაბრუნდეს და შეხვდეს ბენოა სენდენის, შეიძლება იქაც ბენოა სენდენის გულშემატკივრო ამ დონეზე ვქომაგობ ამ ბიჭს და შეიძლება ჩემი ცოტა ეს მიკერძოება მალაპარაკებს, მაგრამ მე მგონია შეიძლება მინდა და ამიტომ მგონია რომ გონია, მაგრამ ნუ
ასე თუ ისე მგონია რომ ბენუა სენ-დენი უნდა იყოს ფავორიტი, არა დიდი რა თქმა უნდა. მეც იქ არის რაღაც ვარიანტები, სადაც ძალიან შეიძლება გაუჭირდეს ბენუა სენ-დენის. კერძოდ, ნუ მოკლედ ბენუა სენ-დენი თუ მოიგებს ჩემპიონატს და მოიგებს პირველ მეორე რაუნდში, აუცილებლად ფინიშით და აი თუ მეორე რაუნდში ის ბოლომდე მან ვერ დააფინიშა პენელდარიუში, აი მესამე რაუნდიდან უკვე დავრიუში ხდება ფავორიტი და გაწოლებამ მივიდა დიდი შანსია უკვე მოიგოს პენელდარიუშმა. ნუ ყოველ შემთხვევაში მესამე რაუნდი თუ შედგა, მესამე რაუნდს მაინც დარიუში მოიგებს. თუ პირველი ორი რაუნდი მოგებული ექნა ბენუა სენ-დენის, მაშინ შეიძლება არ ეყოს დარიუში მესამე რაუნდი, მაგრამ მესამე რაუნდს ნამდვილად მოიგებს. ბენუა სენ-დენის აქცენტი იქნება რა თქმა უნდა პირველ რაუნდებში, პირველ ორ რაუნდში, ვფიქრობ რომ პირველ რაუნდს ბენუა სენ-დენი აუცილებლად მოიგებს. მეორე რაუნდის სტარტზე უკეთესი იქნება ბენუა სენ-დენი, აი მერე რა მოხდება არ ვიცი. ან დააფინიშებს ბენუა სენ-დენი პენელდარიუშს, ან თუ ვერ დააფინიშებს მესამე რაუნდიდან უკვე, ან ეს მეორე რაუნდის შუიდან, ანუ მეორე ნახევრიდან უკვე უპირატესობა ექნება დარიუშს, იმ მონაკვეთს წაიღებს დარიუში. საერთოდ არის გამორჩეული რომ მერე უკვე დარიუშმა დააფინიშოს იქით მესამე რაუნდში მაგალითად ბენუა სენ-დენი. ამ ვარიანტში მოკლედ მესამე რაუნდში თუ გადავიდა ბრძოლა ბენუა სენ-დენისთვის ჯობია მივიდეს გადაწყვეტილებამდე, იმიტომ რომ შეიძლება რაუნდებით მაინც მოიგოს. მესამე რაუნდს აუცილებლად წააგებს სენ-დენი, მაგრამ პირველი ორი თუ მოგებული ექნა, გამარჯვებული შეიძლება დარჩეს და სხვა ხა ფინიში მესამე რაუნდში ჩემი აზრით მესამე რაუნდში თუ გადავიდა ბრძოლა იქ ბენუა სენ-დენი ვერ მოიგებს. ფინიში თუ მოხდა იქ მაშინ წააგებს ბენუა სენ-დენი. მაგრამ მთლიანობაში ეს რომ შეაჯამო ეს ვარიანტები და რომ გამოთვალო პროცენტულად რა უფრო მეტი როგორი მომენტები შეიძლება უფრო მეტი ალბათობით დაждდეს, ალბათ გამოვარო ბენუა სენ-დენის მეტი შანსი აქვს მოგების. ნუ მე ასე მინდა ყოველ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ამბობ შესაძლოა ეს მიკერძოებული ვიყო, მაგრამ მე ასე მეჩვენა. შემდეგი ბრძოლა ლეონ ედვარდსი კარლოს პრატეში. ხო, აი აქედან უკვე იწყება, აქამდე თუ ბევრი საშუალო ბრძოლა ქონდა, აქედან იწყება უკვე საშუალო წონის ზეიმი. ზეიმი ვამბობ რა კუთხით. ჯერ რაც ხოთაშორის ეტანონ დაიწყო UFC-ს ბრძოლების ტრანსლირება ზოგადად 2020 წლიდან. იმ პერიოდში ისე მოხდა რომ ველტერვეითი, ანუ ქვესაშუალო წონა არის პრობლემური, კრიზისული იყოს. და არა მანამდე ყოველთვის ისტორიულად, ტრადიციულად ქვესაშუალო წონა იყო ტალანტების სამჭედლო, ძალიან ბევრი ტალანტი ყოველთვის ამ წონაში, მაგრამ ისე დაემთხვა რომ კარგახანი კრიზისი ჰქონდა. ბოლო 1 წელია თუ 1-2 რა ვიცი, მოკლედ ბოლო პერიოდში რაც ისევ დაბრუნდა და დაიბრუნდა თავის სახე ქვესაშუალო წონამ, ისევ ყვავის შეიძლება ითქვას ეს წონა. არ წამოვიდნენ ძალიან მაგარი ბიჭები და ეს არ ეყოფოდა რომ კიდეს ისლამ მახაჩევი წამოვიდა ამ წონაში და მოკლედ საერთოდ სასწაულად კონკურენტული გახდა ეს წონა და ფაქტიურად რაღაცა ის განსაკუთრებით ეს 8 მებრძოლი გამოდის უკვე მაინც ზემოთ რომ შეხედო ხო ვინ არის, ანუ აი შეიძლება ითქვას რომ ეს 8 მებრძოლია ვინც ხდებიან ამ ივენტზე და კიდევ ცოტა ხანში მე-4 წყვილი გულისხმობ ბელალ მუჰამედი და იანგარი, რომელიც მოგვიანებით შედგება. მანამდე დღეს გვაქვს ამ თუ შევდოთ ჭყალებში გრან-პრის პირველი 3 წყვილი და გახსნის ამ გრან-პრის თუ შეიძლება ასე თქვას ლეონ ედვარდსა და კარლოს პრატეს შორის ბრძოლა, სადაც სიმართლე გითხრათ ხო ახლა ლეონ ედვარდსი სულ ახალ ჩემპიონი იყო, ხო? და შეიძლება გაგიგვირდეთ ამას რომ ამბობ, მაგრამ მე რაღაც ვერ ხედავ ლეონ ედვარდსის მოგების გზებს. ვერ ხედავ ლეონ ედვარდსის მოგების გზები როგორ შეიძლება დაინახო, შეიძლება მოიგოს ლეონ ედვარდსი, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია. პოსტოში მცირე შანსებს ხედავ ლეონ ედვარდსისთვის. ატესი მე მგონი ერთი ფრიპი სტრაიკერია და ლეონ ედვარდსის სტრაიკერია და რატომაც არა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი ვარიანტია ატეში ლეონ ედვარდსისთვის. ლეონ ედვარდსი მოდი ნაკლებად ფინიშერი მებრძოლია, ძალიან კარგი ტექნიკა აქვს. აი იმის მაგრამ ნაკლებად ფინიშერია მით უმეტეს საწყის რაუნდებში. პირველ რაუნდში ძალიან იშვიათად იღებს ფინიში. ლეონ ედვარდსი რა პირველი 2 რაუნდის განმავლობაში პრატესთან ომში ჩხუბი არის ძალიან დიდი რისკი. შეიძლება რაოდენობრივად ბევრად მეტი მოარტყას ედვარდსმა და აჯობოს კიდეს ქულებით, მაგრამ პრობლემა პრატეშის თან რო ის არის რომ ერთი შეხებით აყოფნის ხოლმე პრატეშს რომ გათიშოს თან რაღაცა სხეულის რომელიმე ნაწილით. არა აუცილებლად ბუშტი იყოს, ან დავუშვათ ფეხი. შეიძლება მუხლი დაყვირავს ყველაფერი. ხელის უკანა ნაწილი და ასე შემდეგ.
მოკლედ ძალიან ცუდი ვარიანტი მგონია ლეონ ედვარდსის და მე რატომღაც შეიძლება ვწდები კიდევ ერთხელ ალბათ, მაგრამ დიდ ფავორიტად ხედავ ამ ბრძოლაში გალოს პრატეს. ნახოთ ლეონ ედვარდსმა, ბევრი თვლის რომ ლეონ ედვარდსი იჭიდავებს პრატესთან, შეიძლება ეს იყოს გამოსავალი ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ხარ არის ლეონ ედვარდსი ესეთი მოჭიდავე რომ ჯერ იჭიდაოს, ან მოუგებს ჭიდაობაში ან არა პრატეს. შეიძლება ზოგადად უფრო დაიჭაგროს ჯერ ერთი. მე კიდე რომს აღმოჩნდეს რომ ტაქტიკა შეუძლია პრატესის ლეონ ედვარდსი ხა არ არის ისეთი მოჭიდავე და ისეთი ასე ვთქვათ იმდენად გამოცდილი მოჭიდავე არა აქვს მას ისეთი კარგი გამომუშავებული რომ მთელი სამი რაუნდი იჭიდავს თვითონ დაიღლება ბოლო და ბოლოს უკვე არ იჭიდავს ჩემი ის რომ აქცია კამარო ჯერ ერთი რამდენჯერმე წააქცია ხო ისო ჭიდაობით ყარ მოუგო კამაროს თავისად მოკლედ ამ ბრძოლაში ალბათ ყველაზე დიდი ფავორიტი ნუ თუ არ ჩავთვლით კაილ დაკას მიშათან აი ფავორიტის ყველაზე ფავორიტობის ყველაზე დიდი პროცენტი აქამდე ხსენებულ ბრძოლებში ყოველ შემთხვევაში აქ ჩემთვის აქ არის პრატეში მგონია რომ დიდი ფავორიტია. მომდევნო ბრძოლა ისევ ქვესაშვალო წოდის გრან-პრიში ვართ. მეორე ნომერი ხო იქ შეგახსენებთ ლეონ ედვარდსი მეოთხე ნომერია. კალოს პრატეში მეცხრე ქვესაშვალო წოდის რეიტინგში. შემდეგ ბრძოლაში მეორე და მერვე ნომრები ხდებიან შონ ბრეიდი უპირისპირდება მაიკლ მორალეს და აქაც წინასწარ ვიტყვი რომ წესით აქ არ უნდა ვაკეთებდე პროგნოზს, ვინაიდან აქაც ძალიან სუბიექტური ვარ, შონ ბრეიდის გულშემატკივრობ ძალიან დიდი ხანია და ძალიან მინდა ეს ბიჭი ამ ტურნირის ჩემპიონად ვიხილო, ძალიან ახლოს არის აქ მეორე ნომერია შეგახსენებთ, მაგრამ მეტოქი ყავს ძალიან სახიფათო, თავისთვის ძალიან სახიფათო, აი მორალესი მეორე ხსნი მორალესი არ გვინახავს ბრეიდის სტილის მეტოქეებთან, მithmetes ასეთი დონისასთან, მაგრამ ისედაც თუ გადავხედავთ ვის მოგო მაიკლ მორალესთან, ნუ ასეთები არ არიან. ჩვენ არ ვიცით ასეთ ჭიდაობას რას დაუპირისპირებს და გაუძლებს თუ არა მაიკლ მორალეს ესეთ ჭიდაობას როგორცაც დაუპირისპირებს შონ ბრეიდი. შესაბამისად არ ვიცით მოკლედ აქ ბევრი რამე შეიძლება აღმოჩნდეს რომ მზად არის ასეთი. უბრალოდ არ გვინახავს, თორემ მზად არის დონის ჭიდაობის წინააღმდეგ. თუმცა არ ვიცი, მე მაინც ვიტყვი ჩემ პროგნოზს, მე მცირე ფავორიტად მაინც ისევ და ისევ შონ ბრეიდის დავასახელებ, თუმცა ამ აქაც რა ვიცი, მაინც ნუ დამიჯერებთ, იმიტომ რომ შესაძლოა ეს ქვეცნობიერი გულშემატკივრობა რაღაცას ანალიზში მიშლიდეს და შეიძლება სუბიექტურობა მალაპარაკებს, მაგრამ მგონია რომ მაინც იგივე აქ გამოცდილებას თავის როლს ითამაშებს და ფიქრობ რომ კიდე ფავორიტად მოგდეს შონ ბრეიდის დავასახელებ. და მივადექით კომეინს ოთახანი გადავერთოთ ისევ ქალთა უმსუბუქეს ზონაში, ვალენტინა შევჩენკო ჩემპიონი ხდება ქვედაწონის ჩემპიონს, რომელმაც დატოვა იქ კამარი და ამოვიდა ამ დივიზიონის კამრისტის უეილი ჟენკს. ორი უნაკლო მებრძოლი ქალი, უნარების ხრივ არიან აბსოლუტური უნივერსალები და ძალიან ტექნიკურები. ორივენი ნაკლს რომ ვერ უნახავ ისეც და საქმე ზუსტად მაგაშია რომ აი ასეთი უნაკლო მებრძოლები როცა ხდებიან ერთმანეთს ნებისმიერ პატარა დეტალს აქვს მნიშვნელობა, დეტალს გულისხმობა თუ რომელიმე კომპონენტში ერთს აქვს დიდი უპირატესობა, ნუ შედარებით დიდი უპირატესობა მეორესთან. აი ასეთი კლასის მებრძოლებს შეუძლიათ ეს უპირატესობა გამოიყენონ ბოლომდე და ეს უპირატესობა აი ერთ რაღაც პატარა რაღაცაში უპირატესობა იყოს გადამწყვეტი და ამან გადაწყვეტოს ბედი და აქ რაც ბევრი ვაანალიზოთ ასე ვთქვათ ხედავთ რომ მხოლოდ ერთ კომპონენტში არის ერთ მხარეს ესე საგზნობი უპირატესობა, ულაპარაკო უპირატესობა რა რო იტყვი რომ აი ამაში ნამდვილად ამასაც უპირატესობა და ეს არის გავარიტები. ვალენტინა შევჩენკო არის დიდი უეილი ჟენკზე დიდი გულისხმობ როგორც მასით და ასევე ფიგურების სიგრძე, სიმაღლე და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ რომ ვალენტინას აქვს საკმარისი მეტი კლასი რომ აი ეს თავისი უპირატესობა გამოიყენოს. ჟენკი არანაკლები კლასი აქვს, უბრალოდ მას არ აქვს უპირატესობები, რაც დაიხყვიოს ხელზე და ის ჩაავლოს და ის გამოიყენოს. არ არის. რომ ავანტურა ჭირდება უეილი ჟენკს არ ვიცი, ნახოთ, ეს რა თქმა უნდა ის რომ ვალენტინას ფავორიტად არ ნიშნავს რომ ჟენკს არ ვაძლევს შანსებს, აქ დიდ ფავორიტს მე არ დავასახელებდი, იმიტომ რომ ნებისმიერი მებრძოლის დიდ ფავორიტად დასახელება არ ნიშნავს მეორეს დაკრინებას და არც ერთი არ ნიშნავს დაკრინებას, ვფიქრობ შანსი ნებისმიერ მეტოქის და ნებისმიერს აქვს, ნებისმიერ ამ ორ შორის. შესაბამისად,
მცირე ფავორიტად დავასახელებდი ვალენტინა შევჩენკოს, თუმცა სიმართლე გითხრათ სულ არ მიკვირდება და ეცადეთ შეიძლება გამიხარდეს კიდეც თუ ვეილიჟენგმა მოიგო. და მივდექით მთავარ ბრძოლას, ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევი, აქაც ანალოგიური სიტუაციაა, დელა მადალენა ჩემპიონია, ისლამ მახაჩევი იყო ჩემპიონი ქვედა წონაში, მსუბუქ წონაში დატოვა იქავა და ამოვიდა მეორე დივიზიონში გამეფებისთვის. ხო, აქ ძალიან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება ხდება. ბევრი თვლის რომ გაბარიტები შეიძლება მადალენასი გადამწყვეტი იყოს, ცირა გაბარიტები დიდი არ აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში, როგორც უკვე წონებზე გამოჩნდა, დიდად არ არის მადალენა მახაჩევზე დიდი უბრალოდ. საქმე იმაშია რომ მახაჩევი მიჩვეულია თავის წონაში ფიზიკაში რო უპირატესობა აქვს ყველა მეტოქესთან. როგორც წესი ასია ხოლმე. არ ვიცი მადალენასთან ექნება თუ არა უპირატესობა. ამიტომ აქ თავს შევიკავებ სიმართლე. თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ისლამ მახაჩევი არ მყავს ნანახი ამ წონაში არავისთან. ერთი ბრძოლა მაქვს ვინმესთან რო ხომ ჩატარებული ამ წონაში, ახალ წონაში. კიდე რაღაცა დასკვნებს გამოვიდა. ახლა არ ვიცი. მაი მოიმატა წონაში. მახაჩევმა ეს ერთი ფრი კარგია, მაგრამ შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს. შეიძლება სულაც ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. ამ ასე ვთქვათ ფიზიკურ ასე ტრანსფორმირებული მახაჩევი ასე შეცვლილი არ გვინახავს ჩვენ. ამიტომ ამ შეიძლება ბევრი ფაქტორმა იქონიოს გავლენა. არის მომენტი ზოგჯერ რომ ასეთი წონის მატება სხვა რაღაც კონდიციებში უშლის ხელს, სხვა ფაქტორებში უშლის ხელს მებრძოლებს. სულ არ არის აუცილებელი რომ ეს მოხდეს, რა თქმა უნდა, თუმცა მოხდა რაღაც შემთხვევებში, ხო? არ ვიცით როგორ აიტანა, ეს ძალიან ისეთია რა, გარწყმაზეა რა, აი არავის არ გვილაპარაკია პირადად და არ დავკვირვები ვართ ხა როგორ გზნობს თავს ამ წონაში როგორ არის როგორ გამოიყურება ვარჯიშებზე ისლამ მახაჩევი. ყოველ შემთხვევაში მახაჩევს უნდა ქონდეს მეტოქესთან ფიზიკურ ზალაში უპირატესობა, ჯანში უპირატესობა. თუ მისი ჯანი ამ წონაშიც შეუძლია მახაჩევს თუ ჯანში ქონდეს დომინაცია, დიდი უპირატესობა მეტოქესთან, ნუ ყოველ შემთხვევაში მადალენასთან მაინც. მე ვფიქრობ რომ აქაც ფავორიტი იქნება ისლამ მახაჩევი. თუმცა საქმეს მაგაშია რომ არ ვიცი. თუ ამ წონაში და ამ შემთხვევაში კონკრეტულად მადალენასთან ისლამს არ აქვს ჯანში უპირატესობა და საკმაოდ გაუჭირდა. ეს არის და ეს. ნუ ალბათ მაინც მცირე ფავორიტად უნდა დავასახელო მახაჩევი, იმიტომ რომ თუ აი ამ ორივე ვარიანტს განვიხილავთ, მეტი ალბათობაა რომ ყოველ შემთხვევაში იმდენი მაინც კონდეს შერჩენილი ჯანი რომ მადალენას წაქცევაზე გასაქცევად დაიყოს, თუმცა არ ვიცი. მოკლედ ეს არის ერთადერთი ბრძოლა, რომელზეც აი მკვეთა მე თვითონ არა, იმიტომ რომ ჯერთი მე სხვათა შორის პროგნოზებს რომ ამბობ ყოველთვის ხილად ვამბობ, იმიტომ რომ ჯერთი არ მინდა რომ შევცდე და მე კიდე ვიცი რომ ძალიან ბევრი მისმენს და შემდეგ ამის მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ბეთინგის, მაგრამ მე ამის მერე ვიცი რომ დეებს მაინც და ამიტომ არ მინდა ვინმეს ფინანსური ესე ვთქვათ ზიანის მიზეზი ვიყო, ამიტომ ძალიან კაფეოთ არ ხედავ რა შეიძლება მოხდეს თავში გავხონდა, მაგრამ ამ ბრძოლაში შევიგავ თავს არ ვიცი მოხდება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და რაც თავარია ამ ბრძოლაში რა მოხდება სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვინაიდან გარკვეულწილად შეიძლება ამ ბრძოლამ გადაწყვეტოს ამ ბრძოლის შედეგმა გადაწყვეტოს რა იქნება ილია თოფურიასთვის შემდეგი და ხოჭი ძალიან ვისურვებდი რომ ეს ბრძოლა მეყურებინა ილია თოფურიასთან ერთად მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდება ნახოთ დაველოდოთ ძალიან ცოტა დარჩა ამ ივენთამდე კიდევ ერთხელ გამეორებ ივენთი მთლიანად იწყება კვირას გამთენიისას 3 საათზე თუმცა ეთერში სადაც პროცესში დავიწყეთ პრელიმ კარდიდან დილის 5 საათზე ხოლო მთავარ კარდი დაიწყება დილის 7 საათზე ეს იყო სულ რისი თქვათ მინდოდა მოწერეთ თქვენი მოსაზრებებიც ამ ივენთზე დღესამით დაგემშვიდობებით გაგაბრძანდებოდეთ და იყავით ჭამზე